რეკლამის შემდეგ ვაგრძელებთ საუბარს მეგობრებო. უყურეთ რა ხდება ახლა. ალბათ კი არა 20 წელი მაქვს პრაქტიკა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რომ ერთ მხარეს თქვა როგორც ბრალდებლის მხარესაც მე მუშავა და როგორც უფლებადამცველსაც მე მუშავა და ძირითადად მტკიცებულების შეგროვებებზე იყო და დამაგრებაზე რაღაცა გადართული ხო ესეთი პროფესია მქონდა. რაც ახლა ჩვენ ვნახეთ რომ ჯერ ერთი 3 კაცისგან შემდგარი მინიმუმ 3 კაცისგან შემდგარი კომისია ჩადის ხოლმე რომელიმე ქვეყანაში აი ამ მასთან დაკავშირებით ჩამოსული იყო 2 დღე 2 დღე იყო ჩამოსული და 3 კვირაში გამოაქვეყნა 200 გვერდიანი დასკვნა 200 გვერდიანი დასკვნა აქ თქვათ რაღაცა შეხვდა ისე ზოგადად გაისაუბრა ამის შემდეგ რაც გაისაუბრა მე უნდა მოხდეს მასალების გადაგზავნა, თქვათ ოპერატიულად მოხდა ეს მასალების გადაგზავნა. დადასტურებულია რომ ხელისუფლებამ რამ მასალების გაუგზავნა არც ერთი აფერი არ გამოყენებული. რა თქმა უნდა, ორივე მხარე. ხელისუფლებამ ითანამშრომლა, უთხრა მობრძანდი და ფაქტებთან დაკავშირებით აჩვენა ფაქტები. მაგალითად როგორ წავენ აი წეღაში ნახე, როგორ წავენ პარლამენტს. როგორ ესხმიან თავს? იმას, ოკეი, ხოშტარია რაზე ზის? პრეზიდენტის სასახლეს და ასე შემდეგ. იქ კონკრეტულად ხოშტარი არ არის, მაგრამ პოლიტიკური პატიმრები და რაღაც. ანუ ესენი საერთოდ იგნორირებულია. არ არის დართული და გამოყენებულია მხოლოდ და მხოლოდ ის მასალები, რასაც აქამდე ვიცით და რაზეც აქამდე ლაპარაკობდნენ. ახლა ეს მასალები რო გადაუგზავნეს, მასალები 200 გვერდიანი დასკვნა რო დაწერო 1000 გვერდი მასალას მაინც უნდა გაეცნო. ეს არის მინიმუმ 1000 გვერდს. დრო? ხო უნდა გაეცნო. გაცნობა რას ნიშნავს? რომ ჩაუყურდე წაიკითხო. არა, უნდა შეისწავლო. შეისწავლო, წაიკითხო ხო არა? წაიკითხო არა, კაცო, დასკვნა რო დაწერო, უნდა შეისწავლო. კი ბატონო. 1000 გვერდი რო შეისწავლო და მერე დასკვნა დაწერო, 3 კვირა ამისთვის არის. დავუშვათ 10 იურისტი ყავს. იურისტი რა შუაშია კაცო? აბა ერთმა რა მნიშვნელობა ჯგუფი ხო არის? ჯგუფს ხო უნდა? ჯგუფი ხო მუშავა. მერე ეს დასკვნა რო გამოქვეყნდა, ამას ხო უნდა ერთმა რო ერთი საკითხი შეისწავლა, მეორე, მესამე, მეხუთე. შეჯერება. ეს ყველაფერი შეჯერება ხო ჭირდება. დასკვნა ხო უნდა დაიწყო 200 გვერდიანი დასკვნის დაწერას. რამდენიმე დღე ხო უნდა, სულ რომ 3-4 დღე. ასე ხელი დაწერილო რომ გქონდეს და გადაბეჭდო 200 გვერდი. რამდენიმე დღე უნდა. ანუ არც არაფერი არ შეუსწავლიათ ხალხო. ზაქონდათ. კი ბატონო, რაც აქამდე ეს NGO-ები მასალებს რო რაღაცას ავითომ აგროვებდნენ ამ რაღაცა მოწამვლასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ყველაფერი წინასწარ რაღაც აკრეფილი იყო და გამოაქვეყნეს დასკვნა და რეკომენდაციები. ნუკრი, ეხლა უყურე რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით, აი მაგალითად როგორც BBC-ს ის რო იყო, რა ქვია, ფილმი რო იყო და მაგასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ იჩივლა. ასევე მოხდება ამ თემასთან დაკავშირებით. პირველი, ეხლა რამას რატო ვერ გაასაჩივრებით? გაასაჩივრეს ის, რაც მაგალითად მოიტყუეს, რომ არ გამოიყენეს ჩვენი მასალები. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ხელისუფლების უკვე დაფიქსირებულია. მეორე, თუ რომელიმე მხარე გადაწყდეს, რომ აი ამ დასკვნასთან დაკავშირებით მაგალითად იჩივლონ უკვე რომელიმე სასამართლოში, აი მაშინ იქნება ქართული მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ასე შემდეგ. ახლა ქართულმა მხარემ რომ დაიწყოს მაგასთან დაკავშირებით ჩივილი, რა თქმა უნდა, პოზიციები დაფიქსირებულია, სადაც საჭირო სასამართლომდე არ მივა, თუ იმ მხარემ არ დააფიქსირა ჯერ თავისი პოზიცია. და რაც თავარია, რომ დავაკვირდეთ ხალხო, ნებისმიერ რეზოლუციაში მივდივართ ერთი და იგივე თემას უტრიალებენ. მოუვლიან არაფერი არ წერია არჩევნებთან დაკავშირებით, ეგ არის აი როგორი ფარსი რომ არჩევნებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით წერია და ბოლოს წერია ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით. რაზეც გვირტყავენ დასაწყისიდან დღემდე, რომ უნდა გაუქმდეს ფარას კანონი. მე მგონი რომ ფარა უფროვანდა ასეთ. არა, ოჯახური ღირებულებებზე ისე კარგად არის. მეორე ეს არის. ისე კარგად არის ჩამოთვლილი ყველაფერი, რა. მეორეა, ჯერ ფარა მე ეს არის. რიქვია რა. რაც სხვა რეზოლუციებში არასდროს არ ყოფილა, რომ მაგალითად პირდაპირ მაშინ რეგისტრაციაში რანაირად შეიძლება რომ შეიცვალოს მონაცემები კაცისა და ქალის და ასე შემდეგ. ანუ
რისი მიღწევა უნდათ? ერთი ის რომ გამოგვიყენონ იმისთვის, რისთვისაც იყენებენ უკრაინას და მეორე, აბა დააკვირდით უკრაინაში რამდენი გეიაღლომი ჩაატარებინეს. აგერ წელს ზაფხულში დაიგეგმა 2 გეიაღლომი უკრაინაში, კიევში. ანუ ომში ქვეყანას სალიარო გეიაღლომი. მაგას გეუბნებით ზუსტად კაცო. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა უბედურება ტრიალებს უკრაინაში, რაღაცა ფლანგი მუშაობს განსაკუთრებით და აყრინებენ და ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ის სისხლის სამართლის გამოძიება. ამას ჩვენ ყურადღებით უნდა მოვექციოთ, რომ მივაპყროთ, რომელიც მიმდინარეობს ახლა, რომელიც არის სამშობლოს ღალატის მუხლი, არ ვიცი ესეთი დეფინიცია თუ არის. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პირდაპირ არის კანონში წერია სისხლის სამართლის კოდექსში. რაღაცა სხვა კანონში კი არა, რომელიც უნდა იყოს კონკრეტული. რომ დანაშაულების დეფინიციას აღწერს. უცხო ძალის მიერ შენი გამოყენება ქვეყნის საზიანოდ. და ეს ყოველივე, ეს დასკვნები, ეს უვიზო შეწყვეტა, ეს სანქციები აბსოლუტურად ყველაფერი მიდის აქაური ყალბი დანოსებიდან. დანოსების ავტორები ჩემი აზრით, მე არა ვარ არც პროკურორი და არც მოსამართლე, მაგრამ რასაც უყურებ და რაღაც ჩემი აზრით ყველა ესე ვხედავთ რა, ამ ყალბი დანოსების გამო ქვეყანა ზარალდება. და ამის გამოც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, პასუხისგება. არა ცილის წამებს, არა კონკრეტული ეს კანონი გააუქმეთ, ანუ ნიღბებთან დაკავშირებით აკრძალვები არ უნდა არსებობდეს. ბევრ ქვეყანაში ჩვენ ხო ვიცით, ჩვენ ხო აი საზოგადოებაზე რომ საზოგადოება ხო ამ ყველაფერს უყურებს და ჩვენ გვეუბნებიან, რომ არ უნდა იყოს თურმე აკრძალული და ჯარიმები რო არის არაპროპორციულია თურმე ჯარიმები და ასე შემდეგ. და ეს არის პირდაპირ ზეწოლა. ეს არის ქვეყნის მტრობა. და ამას გვისაღებენ, რომ აი თურმე ეს რეკომენდაცია კი არ არის. აუ დაამთავრდა უკვე, всё, მოვჭა. ეს არის განაჩენი. იმათმა დაადგინეს, რომ აქ თურმე მიდის ადამიანების მასიური წამება. და ამას გვეუბნებიან ჩვენ, ამის თავში დგანან ნაციონალები. და იქით მხრიდან კიდე არ ხარს უმყარებენ ის ხალხი, როდესაც აქ რეალურად წამებები და პატიმრების გვამებზე დაბომები მიმდინარეობდა დღეობით. ისინი ტაშ უკრავდნენ და თუნდაც დემოკრატია რო იყო და რაღაც აბსურდში არიან. და იმიტომ არიან, რომ ვერაფერი შედეგი ვერ მიიღეს. აი ამ თავიანთი დიდი მეცადინეობებით. ხო, ნახეთ რა, ფაქტია, რომ ვერც მიიღებენ ვერასოდეს რა. ძალიან მნიშვნელოვანი რამ რაც მინდა ვთქვა. გარე ფაქტორების გამო ჩვენს ქვეყანაში ეხლა არა მარტო გარე ფაქტორების სწორი საქართველოს ხელისუფლების ძალიან სწორი კურსის გამო სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ახდენს კონსოლიდაციას ხელისუფლების გარშემო. ეს ეგ წესია, როცა ეგ ქვეყანას ეგზისტენციური საფრთხე ემუქრება, ხალხი მიდის ხელისუფლებასთან, რომელიც მის ეგზისტენციურ შიშებს პასუხობს ადეკვატურად. არა ისე, რომ ირანს უნდა შეუტიოთ ლამის და რატო წახვედით ირანში, რატო მიუსამძიმლებთ ირანს და რატო შეღებეთ ანზა ფერებში. არამედ პირიქით. ესეც ხო არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციაც ვერაფერი ვერ ისწავლა, ბურბონებით ვერაფერი ვერ დაიწყეს და ვერ ისწავლეს. ჩემი აზრით, ეხლა შალვა არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა რა. აი, გუშინ ვნახულობდი, რომ ერთ-ერთი ვიღაცა ახალი პარტიები რო არის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამბობდა, რომ აი ჩვენი კიდევ ერთი წარმომადგენელი დაიჭირეს ეს რაღაც თემა რო აქვს ტროტუარზე დგომის გამო და რაღაცეები რა. არ არის ეს სწორი. მოგეთ, ერთი მარტივი რაღაცაა რა. ანუ უნდა მიხვდნენ ხალხი რა, რომ მე ვარ ეკონომისტი და ეკონომიკაშიც და იმაშიც არის ასე რაც არ მუშაობს და რასაც წაგება მოაქვს, იმას უნდა შეეშვა. კი ბატონო, მართალი. არის ერთი ძალიან მარტივი მომენტი რა, ქართულმა ოპოზიციამ უნდა მიხვდეს, რომ რაღაც თემები არის, რომელშიც ქართულმა საზოგადოებამ თქვით, რომ მორჩა ამ თემას აღარ განვიხილავთ. ანუ ომებში ჩვენი გამოკერება, უცხოეთის მსახურება, ხაზარბაზნე მორჩა, კი ბატონო. ნუ პრინციპში ჩვენი ახლა მთავარი მიზანი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ეგზისტენციალური მიზანი. აი ეს კონფლიქტები, რაც ახლა ჩვენ არ შეგვეხოს. პირდაპირ ხო, ძალიან რთულია, მაგრამ არ უნდა შეგვეხოს. არის რაღაც საკითხები, ხელისუფლება მოგწონს, არ მოგწონს, ებრძვი, მაგრამ არსებობს ეროვნული ინტერესები და ეს ეროვნული ინტერესები არის უპირველეს ყოვლისა. და ხელისუფლება დღეს არის ამ ეროვნული ინტერესის გამტარებელი მარტო, სხვა ოპოზიციურ სპექტრში არავინ არ არის. და აქედან გამომდინარე რა, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ
უკრაინას რესურსი აქვს, იმიტომ რომ დემოგრაფიული რესურსი ჩვენ არ აქვს დემოგრაფიული რესურსი. სტრატეგიული სიღრმე არ გვაქვს. პატარა ესეთი კონფლიქტი ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაუქმებას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ეხლა იბრძვის თავ ყველაზე ჰუმანური ფორმებით, მე რასაც ვაკვირდები. იმიტომ სხვა სახელმწიფოები ესე არ მოიქცეოდნენ, გაცილებით კაცრი იქნებოდა და ფეხებზე დაიკიდებდნენ ყველანაირ დემოკრატიულ პროცედურას. ჩვენი სახელმწიფო ყველანაირი დაცვით, დემოკრატიული პროცედურის დაცვით ცდილობს ეროვნული ინტერესების შენარჩუნებას. აქედან გამომდინარე, ყველა ვის თავს ესხმის აი ამ ინტერესს არის ამ ქვეყნის ეგზისტენციალური მტერი. კი ბატონო. ის აი აუცილებლად მინდა ვთქვა ოპოზიციის აი შენახსენე მაშინ სანქციები რო დაგვიწესეს რომ ეს იქნება 60 დღიანი ჟივილ-ხივილი და მართლა დააკვირდით რომ ესენი როგორ ცხოვრობენ. ამათ არ აქვს შინაგანი ანუ შინაგანის კი არა აქვს იმპულსი რომ რაღაც პოლიტიკური რაღაც არის გარედან უნდა მიეცეს მესეჯ ბოქსი რომ ეხა კამიძე იყვირე, ეხა პოსტივიზე იყვირე, ეხლა მოსკოვის მექანიზმზე იყვირე. ეგ არის ამათ ანუ ხანმოკლე ანუ და დროს ცირდება. ხო, ნარკოტიკები დროს ცირდება. ეგ ხო რის ნიშანია რომ აი ეს რაღაცა ქრისტიანული კულტურა რაღაც შინაგანად გაიაზრო და რაღაც არა და ესენი თან ყველა აი ესეთი ადამიანები არსებობენ, მაგრამ სახელმწიფოებრიობაზე რო აქვს პრეტენზია და სახელმწიფოებრიობა რა არის რომ ავი ძელვადიანში უნდა დაგეგმო, ლავირება შეგეძლო, სტრუქტურას ხედავდე, ეროვნული უნდა იყო, რაღაც პოლიტიკურად სწორად დროში არჩიო და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი არ აქვს და ამეებს ამ მოკლევადიან მართლა თევზის მეხსიერებით რო აკეთებენ, ამეებს აქვს პოლიტიკაზე პრეტენზია რა. საზოგადოება უკვე ძალიან კარგად იცის და ჩვენ შეხსენება აღარ ჭირდება რომ მათი ზეწოლა ფარას კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით პირდაპირ არის ნათქვამი რომ ჩვენ უნდა მოგვეცეს საშუალება ვინც ფულს ხარჯავთ ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ ქვეყანა ანუ ქვეყანა უნდა იყოს ჩვენი და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ყველაფერი ანუ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ის რომ თქვენ ჩაერთვებით ომში თუ არ ჩაერთვებით ხა საბავშვო ბაღში ვაწარმოებთ თუ არა LGBT პროპაგანდას, ესეც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. მის მშობლებს რო უფლება არ აქვს, რომ საბავშვო ბაღის ბავშვის გადაწყვეტილებაში მონაწილეობა მიიღოს, ესეც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ და ასე შემდეგ. ამ კანონებით, რა თქმა უნდა, მოგვივლიან. მე როგორც წესდარიგია, როგორც არის თავიანთ ქვეყნებში. საბერძნეთში მაგრამ. საბერძნეთში არა, ევროპის ქვეყნებში. ხო, საბერძნეთშიც კი. ის რაც ამერიკა მაგძალა, ყველაფერი გადმოიტანეს და გადმოყუპირეს ევროპის ქვეყნებში და ამ თემასთან დაკავშირებით დაიწყეს აქტიური მუშაობა და განხორციელება და დავალებებიც მიცეს სხვადასხვა ქვეყნებს. ხო, ეს აღიარებასთან დაკავშირებით და რაღაცა ჩანაწერებთან დაკავშირებით. ანუ მე მის თქმა მინდა რომ ამ ყველაფრის შემდეგ პირველი ორი კონტექსტი მინდა ესე მოკლედ განვიხილო. ერთი რომ მათი ღირებულებები რა არის. ჩვენ მოусმინეთ ევროპარლამენტში ვინმე მარკეტა გრეგოროვას ევროპარლამენტს, რომელიც აქტიურად ცდილობს ჩვენ ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში მონაწილეობა მიიღოს და ჟურნალისტს ეუბნება რას? რომ თქვენ აქ არ უნდა დაიშვებოდეთ ერთი და მეორე მე მთავრობის ასე თქვა ტელევიზიას არ ვესაუბრები. მთავრობის ტელევიზია. BBC რო არის მთავრობის ტელევიზია ეგეთი უნდა. აბა ერთი უთხრას იმას რომ მე მთავრობის ტელევიზიას არ ვესაუბრებიო. რაც მოვა მე ნახო. ანუ მე გეუბნებით რომ მათი მიდგომა თუნდაც ბოდიში მომითხოვია მე ტელემაყურებელს აი ამ ძუნძგლიანი ქალის მიდგომაც კი ქალია და იმიტომ ამის მიდგომაც კი როგორია წარმოიდგინე ჩვენ მოსახლეობაზე ამ ხელა ისტორიის მქონე მოსახლეობას ეუნება რომ იცი რა თქვენ არავინ არ ახართ არაფერი არ ხართ რახან სამთავრობოა 1,200,000 ადამიანი ესე იგი ხო არა გააგდო ჯერ ერთი დიდმა ბრიტანეთმა რო დაასანქცირა ევროპარლამენტი რა შუაში ხო და გააგდო ზიმბაბვემ რო დაგასანქციროს მაინც ევროპარლამენტში ევროკავშირის წევრი ბრიტანეთი ხო ანუ ეს ერთი მათი მიდგომა და ეხა პოლიტიკა რაც შეეხება ხელისუფლების პოლიტიკას კარგი მაგალითი მინდა მოვიყვანო დებატები იყო ცოტა ხნის წინ საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობდა ჩვენი და აი ოპოზიციის და ხელისუფლების შეხედულებები როგორ გამოჩნდა ომსა და მშვიდობასთან დაკავშირებით. იყო ასეთი კითხვა, რომ მაგალითად ვინმე რომ ომი დაგვიწყოს, ვისთან რეკავთ, იმიტომ რომ ეს დამისვეს, ეს იდიოტური შეკითხვა. ხო, შენ შემთხვევაში მართლა არ მომისმენია და საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენ. იაგომ დამისვა და მე ჯერ კითხვის ფორმულირებაზე გამოვწერდი. რო უნდა დავრეკო სადღაც. ხო, ანუ ვის მოუხმობ დასახმარებლად გავიგე ხო და როგორი ისეთი აი კითხვა პასუხი იყო გაცემული ისეთი რასაც ნორმალური საზოგადოება ფიქრობს ანუ ისინი რა მიმართულებითაც არიან ორიენტირებულები იმაზე ფიქრობენ და ხელისუფლება რა მიმართულებითაც არის ორიენტირებული ქალბატონმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გაცა შემდეგ პასუხი 2008 წელს რო რეკავდით ტელეფონებზე აქეთ-იქით
ვინ მოგეხმაროთ ეგ ერთი და ან მეორე უკრაინას ვინ მოეხმარა საბოლოო ჯამში ეგ ერთი და მეორე კიდევ რაც თავარია ჩვენი პოლიტიკა არის შემდეგი რომ ჩვენ დასარეკად არ უნდა მივიყვანოთ საქმე ანუ არავინ თავს არ უნდა დაგვეცხას და არც არავისთან დარეკვა არ დაგჭირდება მაგრამ რომც დავრეკოთ კაციშვილი ჩვენი მომხმარებელი არ არის ხა რეკედა იკითხე მე რამდენი უბედურება რამდენჯერმე დავრეკოთ ისრაელი არიან და ამერიკა მოვალდება იმ გიჟივით ხო არა რამდენჯერაც დავრეკეთ რა მივიღეთ წყალი და იგი რა ქვია პამპერსები და ასე შემდეგ ხო აღარ გჭირდება ბატონო არანაირი დარეკვა დალაიქება ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ და ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი თავის იმედზე, არავისთან დარეკვის იმედად არ უნდა ვიყოთ. ამიტომ ისეთი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. რა თქმა უნდა. გამოშ ეგ რა კითხვაა? როგორ არის გამორიცხული აქვს, თავშივე გამორიცხული აქვს ის რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი თავის პატრონი. პოლიტიკა ხო რომ ჩვენი თავის პატრონი არავინ დაგვესხეს თავს. ვერ წარმოუდგენიათ ისე აქვს რომ ჩაყვირებენ უფრო ცხეც როჰანი მოვა დასახმარება. ანუ ვერ წარმოუდგენიათ რომ ისე არიციან რომ ისეთი პოლიტიკა შეიძლება აწარმოო რომ არავინ თავს არ დაგესხას რა. და ყველაზე რთული ეგ არის. არიქა. გენდალფი გამოაციხე. ბიჭო, ყველაზე რთული ეგ არის. ევროკავშირი თავის წევრებს ვერ იცავს. გერმანიის იმასთან რო იჯდა, რა ვქო, ამერიკის პრეზიდენტთან. ხო. გერმანიის ვიცე-კანცლერი და ერთ-ერთი ესპანეთის იმას რა ქვია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფას აყენებდა ამას ვიზა როცა მინდა შევფრინდები გავფრინდები და ხმარა მოუწია ორბანს ვერ იცავენ ემუქრებიან სიკვდილით ემუქრებიან ხმას არ იღებენ და ამ უძღეურებს გონიათ რომ ისინი დაგვიცავენ ჩვენ რუსეთმა რომ გადაწყვიტოს რომ ჩვენთან შემოვიდეს რა ვიცი რის იმედი გაქვთ და ღმერთის მეთქი და მე ბიძინასე, ანუ ქართული ოცნების მეთქი. აბა, ღმერთის იმედის თუ არა გაქვს. არა, ეგ სხვა ჩვენს გამორიცხავენ ამ სულიერ მომენტს, რა რომ შენ, რა თქმა უნდა, მორწმუნე ადამიანისთვის ვიღაცასთან დარეკვა საერთოდ არ არის საჭირო. ესე რო ავიღოთ, მაგრამ ნუ კარგი ესე კომპონენტი არის ჩემს სხვანაირად ვერ წარმოუდგენიათ, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ვინმეზე არ იყონო დამოკიდებულები და არიქა გვიშველე. მარტო იმედად რო არიქა გვიშველე. მეტი არის გვიშველე, მეტი აფერი. ძალიან საინტერესო გადაცემა შეიძლება გამოგვივიდეს შეიძლება, მაგრამ ვცდილობთ რა ანალიზი გაკეთება ჩვენ ერთმანეთს მოვალ შაბათს შევხვდებით.